იესო მარტო სახლში არსებობს თეორია, რომ არა პირდაპირ, არამედ სიმბოლურად ფილმში იესო ჩნდება როგორც პერსონაჟი. ეს არის მოხუცი მარლი. პირველი სცენა, რას აკეთებს მარლი? ის გზაზე მარილს ყრის, ანუ ხალხს ემსახურება. მეორე გამოჩენა, როცა კევინი საკუთარ თავს ელაპარაკება, ლოცვას გავს. ამბობს, რომ აღარ ეშინია. და ვინ ჩნდება ამ მომენტში? ისევ მარლი. კევინი გარბის, რადგან ეშინია. ეს არის მეორე უარყოფა. მესამე შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესოა. მარლი ჩნდება მაღაზიაში. მის შემოსვლას ზარი ამცნობს. ზარი ანგელოზის სიმბოლო. მარლი ხელს დებს დახზე და ვხედავთ მის ხელისგულს. ხელი სისხლიანი აქვს. ეს მესამე უარყოფაა. აქ უკვე თითქმის შეუძლებელია ვერ მიხვდე, ვის სიმბოლოს წარმოადგენს ის. მეოთხე სცენა. კევინი ეკლესიაშია და იქ ისევ ხედავს მარლის. გუნდი მღერის წმინდა ღამეს და ტექსტშია სიტყვები: მუხლი მოიდრიკე. რას აკეთებს მარლი? ის დგება ფეხზე, რადგან ის არ არის თაყვანისმცემელი. ის არის ის, ვისაც ეთაყვანებიან. ტექსტში ისმის: მოусმინი ანგელოზთა ხმებს და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მარლი ლაპარაკობს. ის კევინს ეუბნება: გილოცავ შობას. მათ შორის საუბარი მთავრდება ხელის ჩამორთმევით. კამერა გვიჩვენებს მარლის ხელს. მანამდე ვნახეთ დაზიანებული ხელი. ახლა ხელი უკეთ აქვს. ფინალში კევინი პოლიციას ურეკავს. მეზობლის სახლში გარბის და სარდაფში ჩადის. ეს არის გმირის გზა. კევინი წყალში გადის და ამოდის. ხელახლა დაბადება. ძარცველები იჭერენ და კიდებენ. კიდევ ერთი სიმბოლო. და ვინ გადაარჩენს კევინს? მარლი, მისი მხსნელი. ბოლოს კევინი ფანჯრიდან უყურებს თოვლს და ხედავს, როგორ ეხუტება მარლი თავის შვილს. ადრე ეკლესიაში მარლი ამბობდა, რომ შვილთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა. ახლა კი ხდება შერიგება ღმერთსა და მის შვილებს შორის. ეს არის შობის ისტორია. აღსანიშნავია, რომ კრის კოლუმბუსი კათოლიკე იყო. ღრმად მორწმუნე, რაც ამ თეორიას მეტ დამაჯერებლობას აძლევს. თუ მოგწონს მარტო სახლში, გამოიწერე და დაალაიქე.